საყოველთაო აღწერის მიხედვით ბათუმში განსაკუთრებით გაორმაგდა მოსახლეობის რაოდენობა. აბა, ხა ვინიბადები. ადრე 4 და 3 შვილი ყავდა, ახლა 2 მაქსიმუმ 1. გამოსულები. რომელი უცხო ქვეყნიდან ჩამოდიან ყველაზე ხშირად? პუშკინის ქუჩიდან აქეთ, მერე ჭავჭავაძიდან გორგისკენ საერთოდ უცხოეთი. ქართულ ენაზე ველაპარაკ. ყველაზე ხშირად ვინ ხვდებიან, ან ვინ არიან უცხო ქვეყნიდან, ვინც ბათუმში ხვდებიან? ეძახიან რუსკაი აზიჩი. 2014 წელს იყო 132,000 კაცი ბათუმში, ახლა უკვე არის 235,000 კაცი ბათუმში. ეს სასიხარულოა. არა არის ასე, ვიდრე რას ახალი მშენებლობებია, ხო? ჩვენთვის კი არ არის. ამოცხოველებისთვის არის, შენდება მაგარი. ხედავთ თუ არა საფრთხეს უშუალოდ იმასში, რომ რუსეთის მოქალაქეები, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, მათი ქვეყნის მოქალაქეებიც აქტიურად შემოდიან ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არა. მე გქონდეს? ის მაგირათო მე მზდიან, ხო, იმათ რა. ეს სუსი საერთოდ რაცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფიდა. ამ ორგანოებმა მის მაგირათო მე მიყურონა, მე გამიჭირო, იმათ რატომ იქცევიან ასე? რატომ იქცევა ასე ოცნება თქვენი დაკვირვებით? ოცნების მთავრობა. შეიცვალა ვიქტორ. ხო? ავედით რუსეთისკენ. ესეთი კანონებია, რომ როგორც რუსეთში და იგი საბჭოთა კავშირის დროს რო ის. მათ თვითონ გადარიან და აგე აინაღო. შეულებრივი ადამიანები. ნაღლებად რამეში. მეხუთე ესე დაცვა ჩვენ მენტალიტეტი. უმეტესობა. მე არა პირადად, არც თქვენ არ. მაგრამ ისინი ვინც აქ ცხოვრობენ, აბა ევროპა გინდა? მე ნაცხოვრები ვარ და თქვენ რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ? გერმანია. როგორი იყო იქ ცხოვრება? რამდენი წელია იქ ცხოვრობდა, როდის? 30 წლის დაუბრუნდი უკან. 64-ში ვიყავი მე თვითონ. 30 წლის წინ. ანუ მას შემდეგ რაც დამოუკიდებელი გახდა საქართველო, ამის შემდეგ წამოხვედით. 16-ში ჩამოვედი.